გამარჯობა, ჩემო ხალხო. დღეს ისეთ თემაზე უნდა ვილაპარაკოთ, მთელ საქართველოს რომ ყურები აქვს დაწყვეტილი. ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ცხუბი. იქნება თუ არა? მალკი კავამ, ილიას მენეჯერმა ბოლოს და ბოლოს კარტები გახსნა და სიმართლე თქვა. იცით, აქამდე ბევრი ჭორი დადიოდა. თითქოს ისლამმა დაატორმუზა, თითქოს შეეშინდა, მაგრამ საქმე ბევრად უფრო პროზაულია და სიმართლე გითხრათ, ცოტა გულდასაწყვეტიც. მოდით პირდაპირ ვთქვათ, სპორტი სპორტად, მაგრამ როცა საქმე ოქტაგონს ეხება, იქ ყველაფერი ციფრებზე დადის. მალკი კავამ დაადასტურა, რომ ილიამ ისლამთან ჩხუბზე უარი კი არ თქვა, არამედ იმ შეთავაზებაზე, რომელიც მაგიდაზე იდო. აი დაფიქრდით, მეგობრებო, რატომ უნდა გარისკოს კაცმა ყველაფერი, გავიდეს წონით კატეგორიაში ზემოთ, ეჩხუბოს P4P რეიტინგის ლიდერს და ამაში აიღოს ზუსტად იმდენივე, რამდენსაც ჩვეულებრივ დაცვაში აიღებდა. ლოგიკა სად არის? UFC-მ უთხრა, აჰა ძმაო, გინდა გაიჯი და გინდა ისლამი. ჰონორარი ერთი და იგივეაო. ილიამ კი როგორც ნამდვილმა ქართველმა, რომელიც თავის ფასი ცნობს, უპასუხა. მოიცათ ბიჭო, გაიჯი სხვაა და ისლამი სხვა. ეს ხომ არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ბიზნესი და როცა UFC-მ დამატებითი თანხის გადახდაზე დაიხია, ჩხუბიც ჩაიშალა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართალია ილია? მე თუ მკითხავთ, აბსოლუტურად. დღეს ის დრო აღარ არის. მოდი უფასოდ ვეჩხუბოთ ერთმანეთს, რომ იძახდნენ. ეგ ზღაპრები ძველ ფილმებში დატოვეთ. მენეჯერი იმიტომ ყავს, რომ შენი სისხლისა და ოფლის ფასად მაქსიმუმი გამოგლიჯოს ორგანიზაციას. ალი აბდელ აზიზიც, ისლამის მენეჯერი, თავისას უბერავს, მალკი კავა თავისას. ორივე მხარე ცდილობს თავისი მებრძოლი ოქროს საბადოთ აქციოს. ხანდახან მგონია, რომ UFC-ში ცოტა ხარები გახდნენ. ფული თავზე საყრელა და აქვთ, მაგრამ დიდ ჩხუბებში გადახდა ენანებად. მერე კი გვიკვირს, რატომ მიდიან მებრძოლები კრივში, ან რატომ იწელება მოლაპარაკებები წლობით. აი ეს ვაჭრობა ღუპავს სპორტულ აზარტს. ჩვენ ხომ სანახაობა გვინდა. ჩვენ ხომ გვინდა ვნახოთ, როგორ დაეჯახება ორი საუკეთესო ერთმანეთს, მაგრამ არა. ბუღალტერია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ისტორია. დააკვირდით ერთ დეტალს. ჯასტინ გაიჯი ნებისმიერ შეთავაზებაზე თანახმა იყო. რატომ? იმიტომ რომ ის ახლა იმ პოზიციაში არ არის პირობები წამოაყენოს. ისლამი და ილია კი ჩემპიონები არიან. მათ ხელშია ძალაუფლება. მენეჯერიც ზუსტად ამას იყენებს. მალკი პირდაპირ ამბობს, ჩვენთვის ეს ფულის საკითხიაო. შეიძლება ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ მირჩევნია ასეთი პირდაპირი იყოს, ვიდრე ზურგს უკან იხლათებოდეს ინტრიგები. საბოლოო ჯამში ვინ არის დამნაშავე? ისლამი? არა. ილია? არც ის. დამნაშავე არის სისტემა, რომელსაც უნდა რომ მებრძოლების სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდონ მადლობის ფასად. ქართული მენტალიტეტით რომ მიუდგეთ, ეს იგივეა, რომ სტუმარი მოგივიდეს და სუფრაზე მხოლოდ პური და წყალი დაახვედრო. არ გამოვა ეგრე. პატივისცემას შესაბამისი დახვედრა სჭირდება. ახლა კი მეგობრებო, მოდით მეორე თაროზე გადავინაცვლათ, სადაც არანაკლებ საინტერესო ამბები ხდება. საუბარია არმან სარუკიანზე. იცით, არმანი ისეთი ტიპაჟია, ფულზე ბევრს არ ვაჭრობს, ეუბნებიან იჩხუბე და ისიც გადის. ბოლო ერთ წელიწადში კაცმა 10-მდე ორთაბრძოლა ჩაატარა. ჭიდაობა იქნება, გრაპლინგი თუ ოქტაგონი, ყველგან თავით გადაეშვება ხოლმე. აი, ეს არის ნამდვილი კავკასიური ჟინი, არა? სულ მოძრაობაშია, სულ ფორმაში. მაგრამ აქ ერთი დიდი მაგრამ ჩნდება. გახსოვთ დანა ვაითმა რომ თქვა, არმანის საქციელი არ მომეწონაო? ხო და ახლა სარუკიანს უწევს კარგ ბიჭად ყოფნა, რომ ტიტულზე ჩხუბი არ დაკარბოს. თუმცა, ჩემი მთავარი შიში სულ სხვა რამეა და მინდა ეს გულწრფელად გაგიზიაროთ. ჩარლს ოლივეირა. დიახ, სწორედ ის ბრონქსელი, რომელსაც ბევრი უკვე ჩამოწერილი ხავდა. მეგობრებო, დააკვირდით. ილია თოფურიასთან ისლამ მახაჩევის მარცხმა თითქოს ვიღაცაში მძინარე მხეცი გააღვიძა. ოლივეირა, რომელიც არმანთან დამარცხდა, ახლა სულ სხვა კაცია. ნახეთ რა უქნა გამროდს, ან ჰოლოვეისთან რა გააკეთა. პირადად მე საერთოდ არ ველოდი ასეთ დომინაციას. ახლა კი ჰაერში კიდია კითხვა. თუ UFC-მ გადაწყვიტა, რომ არმან სარუკიანი და ჩარლს ოლივეირა ისევ შეაჯახოს ერთმანეთს მთავარ ბრძოლაში, სანამ არმანი ილიასთან ან ისლამთან გავა, აი აქ გვაქვს სერიოზული პრობლემა. მე ძალიან მეშინია, რომ ამჟამინდელმა ოლივეირამ შეიძლება არმანი გადაყლაპოს. ჩარლზი ახლა იმაზე მეტად მკვლელია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ეს ხომ ისტორიაა, რომელიც ჩვენს თვალწინ იწერება. წარმოიდგინეთ, არმანი, რომელიც ასე ახლოსაა ოცნებასთან, შეიძლება ერთ წამში ყველაფრის გარეშე დარჩეს, თუ ძველ მეტოქესთან ფეხი დაუწდა. UFC-ც ამას ეძებს. მათ უნდათ დიდი ჩხუბები, სადაც რისკი მაქსიმალურია. რატომ? იმიტომ რომ ჩემპიონები, როგორც ილია და ისლამი, დიდ ფულს ითხოვენ. რეიტინგის პირველ ნომრებს კი სხვა გზა არა აქვთ, უნდა გარისკონ.
არმანმა თქვა, ჰანტერ კემპბელთან, UFC-ს ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, მქონდა საუბარი და საინტერესო რაღაცებს დამპირდნენო. შეიძლება სატიტულო შანსიც კი იყოს, მაგრამ ამ სპორტში სანამ კონტრაქტზე ხელი არ არის მოწერილი და ოქტაგონის კარი არ ჩაიკეტება, არაფერია დაზღვეული. ხანდახან ვფიქრობ, ნუ თუ მართლა ასეთი რთულია ამ ხელა ორგანიზაციისთვის, რომ ყველაფერი სამართლიანად დაალაგოს, მაგრამ მერე მახსენდება, ეს ბიზნესია, სადაც ყოველი მეტრი და ყოველი გრამი ოთფი იზომება. არმანი ახლა ბეწვის ხიდზე გადადის. ერთი მხრივ მას უნდა აქტიურობა, მეორე მხრივ ერთი შეცდომა ოლივეირასთან და მთელი მისი შრომა წყალში ჩაიყრება. მოდით ახლა ყველაფერი ერთად შევკრათ და დავფიქრდეთ. საით მიდის ეს მატარებელი? რეალობა ისაა, რომ ჩვენს თვალწინ სპორტის ისტორია იცვლება. 2026 წელი დაიწყო და UFC რთული არჩევანის წინაშე დგას. ერთი მხრივ გვაქვს ილია თოფურიას მსგავსი ვარსკვლავები, რომლებმაც იციან საკუთარი ფასი და არაპირებენ ხურდებზე ვაჭრობას. მეორე მხრივ გვყავს ორგანიზაცია, რომელიც მიეჩვია, რომ მებრძოლები ყველაფერზე თანხმდებოდნენ. მალკი კავამ პირდაპირ თქვა, ჩვენ ისლამთან ჩხუბი მხოლოდ ფულის გამო გვინდოდაო. მე აქ ცოტა შევეკამათებოდი. ილიასთვის ეს მხოლოდ ფული არ არის, ეს არის დიდება, ეს არის ისტორია, ეს არის შანსი გახდეს ყველა დროის საუკეთესო. მაგრამ მენეჯერია, მისი საქმეა რომ ჩეკზე რაც შეიძლება მეტი ნული ეწეროს. და როცა UFC-მ უთხრა მეტს არ გადაგიხდითო, მოლაპარაკებებიც იქ დამთავრდა. არავინ გაქცეულა, არავინ შეშინებულა, უბრალოდ ბუღალტერიამ არ გაასწორა. მაგრამ დააკვირთით რა ხდება გარშემო. თუ UFC არ დაიწყებს ამ დიდი ბრძოლების ორგანიზებას, 2027 წლისთვის სულ სხვა სურათს მივიღებთ. ჯეიკ პოლი, Netflix-ი და სხვა პლატფორმები მზად არიან გარისკონ მილიონები და წაიღონ მაყურებლის ყურადღება. ჩვენ, ვისაც ნამდვილი MMA გვიყვარს, ცოტა გული გვწყდება, რადგან გვინდა საუკეთესოების წინააღმდეგ ვნახოთ და არა დაუსრულებელი მოლაპარაკებები ჰონორარებზე. ახლა რა ხდება დივიზიონში? ილია ჯერ გაიჯისთან დაალაგებს საქმეს. მერე ვნახოთ რას იზამს არმან სარუკიანი. არმანი ახლა ძალიან სახიფათო ზონაშია, მას ტიტული სჭირდება, მაგრამ გზაზე ისეთი მშიერი მებრძოლები უდგანან, როგორიც ჩარლზ ოლივეირაა. ჩემი აზრით, თუ არმანი და ჩარლზი ისევ შეხვდებიან, ეს იქნება წლის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ჩხუბი. ოლივეირამ ჰოლოვეისთან ისეთი რამეები აჩვენა, ბევრს ენა ჩაუვარდა. საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც იქამდე მიდის, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის გზები ადრე თუ გვიან უნდა გადაიკვეთოს. ეს არის ჩხუბი, რომლისთვისაც არც ერთი მეტრი და არც ერთი გრამი ძალის დაზოგვა არ ღირს. ოღონდ UFC-მ ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრას. ვერ მოსთხოვ ჩემპიონს, რომ ისტორია უფასოდ დაწეროს. მსოფლიო რთული გახდა. ფულის შოვნაც და მისი დახარჯვაც ყველას უჭირს, განსაკუთრებით ახლო მასავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო, რაც ტურიზმსა და ასეთ დიდ შოუებზეც აისახება. მაგრამ სპორტი მაინც ცოცხლობს. ჩვენ კი აქ ვართ. ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მატადორი ისევ აგვაფორიაკებს, როგორც ეს ვოლკანოვსკისთან ან ჰოლოვეისთან გააკეთა. მთავარია ილიამ თავისი პრინციპები არ დათმოს. ჩვენ ქართველებს ხომ გვიყვარს, როცა კაცი თავის სიტყვაზე დგას. ხო და დაველოდოთ. წინ დიდი ამბებია.